Hello, Sastavi, მოგესალმებით, სიძვდებო. ვაგრძელებთ დასასრულების რეაქს მეხუთე სეზონის მეშვიდე სერიას და ბევრი ლაპარაკის გარეშე მოდი წავედით და ძალიან მაინტერესებს რა ხდება. აჰა, წინა სერია. რა ხდება? კიდე ერთი მოიყვანეს ბიჭო. キラキラのメイド服も足させてくれ。 ერთი ორი და სამი რაკენი ბიჭოეს. ხელები მაღლა აწიე. იაპონიაში მივდივართ ბატონებო. გამარჯობა, მე შუტელი ვარ ყლაპიაშვილი. მე კიაცაყვერა. სანამ წინა სერიებს აჩვენებენ, აღწერაში იქნება დათარსულების YouTube არხი, ანუ შემოქმედის YouTube არხი და თუ ვინმე არ ყავთ გამოწერილი, გადაეცა გამოიწერეთ. ასევე ჩემი ეს ახალი არხიც გამოიწერეთ, ვინც ახლები ხართ. წადი დღეს და ნახე რა საფკარია. მან გავიზარდე მე. მაგის გაყიდვა არ იქნება. ეს რა ჩემი ჩუმბა ჩამბა. ამის გამო ხო წავენ მამა ჩემი და ბიძა ჩემი ერთმანეთს. შენი სახელი? ირე. ეფსია. ვისეფსია. ვისეფსია კი არა, დირექტორი ეფსია ქვია მაგ გოგოს. ჩემი ბიძაშვილია. დირეს მოფერებით ეძახიან. მეგრელი გოგო შეგიყვარდა ბიჭო? აქ რა ხდება? ვაჰ, ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ. სადაა ეს შამანი ამდენ ხანს? ხო პარტახო. ოლიკ რა შვები? გაიჩითე რა, გაიოზის ძებნას ვიწყებთ. გაიოზის საძებნელად ფცალია ახლა მე. შამანთან ვარ და მერე გადმოგირეკავ. რა შამანთან? ახლავე გეტყვი რა შამანთანაც. ეს მეგრელები რომ ფაროსანებივით მოედეთ თარსულას და შენი ბიძაშვილი რო შებაყვარე, შენ მეგრელი გოგო შეგიყვარდა შამანი რა შუაშია. იმ შუაშია რომ მიმასწავლეს ბიჭო. ადამიანებს ხვევის გადაყვარებაში ეხმარებაო. მიდიო და გიშველისო. სისულელე. სხვათა შორის, ბატონო ბაჭო, ეს კაცი თურმე ტრაქში შეყრილ ქვიშას აჩველის. უმკურნალო დროზე გიჩევნია, თორე ტვინისკენ თუ დაიძრა ქვიშა მერევსო. იდიოტი იმენა, მაგის იმედზე ვერ ვიქნებით. წამოდა ჩვენ ორმა მოვძებნოთ გაიოზი. ვახ, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება სეანსი. ისა, თქვენც პირველად ხართ ბატონ შამანთან? იცით მე მესამედ ვარ, ძალიან დიდი პროფესიონალია, ოღონდ თავისებური მუშაობის მეთოდი აქვს რა, პროცესს უნდა მიენდოთ. ლაუკოლა. რა მეთოდი? ჩო, აი, მოდის. კია? რაშუაშიო? რეკლამა? მე რა ვთქვი? სულაზე დავოყავ, ვიც ხართ? მე რა ვთქვი? ესენი რო შემოვლენ, ჩვენ მაგრად უნდა დავდგეთ იცოდე. უფრო მაგრად ჯდომა გავაგრძელოთ ჯობია. ჯერ ერთი სხდომა და მერე ორი ესენი იაპონელებთან არიან წაყვანილები. და სამი ყველაფერი ტრაქსინელებს უნდა დავაბრალოთ. იმ ჯიჯალ ზაპურ კირტუ. ცუ, ხო, ცუ, ჯუჯალ ზაპუტ კირცუ. არა ბიჭო, ცუ არ იყო. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი, ტრაქსინელების ხომალდის ბრალია ყველაფერი. თორე მე აქ ჩამოვედე და თურმე ვიღაცას შემთხვევით თავი მოვაწყვიტე თუ დავაჭყლიტე მე რა შუაში ვარ. ლოგიკურად ასე არაა? და ფურცგლაბოზე შვილი ვიყო, კრისტალს ბაზრობ. ხო, ბიჭო, ხო. თქვენ რა სიტყვით ქალბატონო არ გეთანხმებით? ყველაფერი რიგზე იქნება, კაცო. ესენი ლიფტში იყვნენ და გააყოლეს დედაშვილი. ისე შვილს კი ვხედავ მე, ალბათ თქვენი ქმარი როგორ ნერვიულობს. გაშორებული ვარ? ვუინ ათელში ამყოფოს უფალ კი არა და კარგად ამყოფოს კაცო თავის გზაზე. სხვაში ქალბატონო იმდენი თევზია. ბევრი რომ არ გავწელ გამოვწელო, ყველაფერი შეიცვალა. დავიდან აქ იმისთვის მოგიყვანეთ რომ დაგვესაჯეთ. მაგრამ მერე რაღაც ძალიან ისეთი მოხდა. აუ საიდანღაც მეცნობი შენ. მოკლედ აღმოჩნდა, რომ ის გოგო თქვენ რომ თავზე დაეცით, რობოტი ყოფილა. ჩვენს იმპერატორს თავად სურს თქვენთან გასაუბრება. ეს ულვაში სუქონდა შენჯიმა? მოიცა ემაილ რა. რა იმპერატორი კაცო რა ხდება? შემოჭრა თურმე მთელ ქვეყანაში. თქვენ კიდევ ამის გამოაშკარავებაში დაგვეხმარეთ. ამიტომ გაემზადეთ ახლა და ზედა სართულზე დაგელოდებით. აი ანუ რობოტები იაპონიაში ბატონო ხომ გეუბნებოდეთ მე ყველაფერი კარგად მეთქი რა შეჭირდება აკაბად ნერვიულობა და იტვანების გაჩვლა და იტან არ გიხდებათ რაღაცნაირად იცი იაპონიამ გაიგო თუ აღარ გვაქვს არა დაძაბვის კომფორტი შევიქმენი. ბუდის კილებიც აკიზეთით ამაქვს გადავსებული. უარ ხატო. მზადება დაიწყეთ პროექტი ლეგიონისთვის. გაიოღონ ჯერ ამ თამაშს აგავიყო ამ ბოლოში.
რაღაცებს მუღამი დაუჭირა ხო იცი შენ. ხო არ ყადო, ბიჭო. ქეთ ლუდი მომიტანე სანამ დაიწყება რა მეორეც მომიტანე რა სანამ დაიწყო რის დაწყებას ელოდები? ერთი ლუდიც რა თორე იწყება უკვე რა იწყება კი, მაგრამ მთელი დღე ეგრე უსაქმურად უნდა სვა? აი დაიწყო ვინ იყო ის არანორმალური? რა კია? რისკი? აუ, ამის მამაც რო. ან რა აფთიაქები უნდა დაიხუროს, ვერ გავიგე. დევი, ეგ სახლი დაწყევლილი ყოფილა. ბულდოზერი დავიქირავე, უცებ გადაულის, მიწასთან გაასწორებს და ხო. რა? ახლავე გააუქმე. არავითარ შემთხვევაში, პრინციპის ამბავია. მაგ სახლის ბრალია ვიღაც მეგრელი რო შემიყვარდა. არ ხუმრო პოლიკარპე. ბულდოზერი გააუქმე თქო, თორემ რაც მოხდება, იმაზე პასუხს არ ვაგებ. პოლიკ, ეს რობოტია. ვაი, ძალიან საშიში რობოტი. ჩაუშვა. ამ ქვეშატრაძა მოღალატესა უყურე ეტაპა 1. ჰი, მამა ჩემამი ბოზაბიო. ახლა ზედმეტი მოძრაობების გარეშე გააკეთებთ იმას რასაც აკეთხვით, გასაგებია. შენებს იქიდან ხარ თუ კასპირანე, რანაირად ლაპარაკობ? ბოდიში ახლა რო ვერ მოგილბეი გული ჩემი ხმის კაბელებითა. ძიღელი მაღლა. შენ იცი მე რამდენი დიშლა ბოროტ მოქმედი ხარ ვინც აქ მოგვადგა? ჯერჩლიფინა იყო, მერე შავი ქათმები, მერე განდრონი, მერე კობა, მერე ხრინტატორი, მერე კატაკლიზმა. არა ეს კაი ტიპი იყო. და ფუკუნდუსი. იცი ვაფშე ვინა? სახე გავაძრე მაგას. დაასრულეი. არა. დაასრულეი. სულ სიტყვას დამჭა. ვალდუს. აუ, შეიძლება დოჟერაჟება. ეს მაგ შელოცვაი. და ახლა რა? უნდა დაგხოცო? რა დაგხოცო ჯეჯემისა, ვიღაცა მოსტრი კი არ ვარ მე. საკუთარი რასის გადარჩენას ვცდილობ უბრალოდ. გულში ჩამწულა შენი ნათქვამი და სულიერად მომცელა. ხო და მაგ მოცენილი სულითა ადგებით ახლა სარდაფში ჩახვალ და მიწის ქვეშეც სამოესიყვარულებითა. მოგაკითხავენ მერე და გადაგიყვანენ და ცულ ადგილასა. და ვინაგავი გადაყარე რა? დედა გვიშველე, მამა რობოტი ყოფილა და ჩვენი ჩანაცვლება უნდა. ვუი რა კარგია, მაშინ ზედა სართულზე ის გადამწვარი ნათურაც ჩაანაცვლე რა. 3 თვეა გეხვეწები. ოპა, ციხის ამბები საინტერესოა. შაგანაცვლეს. კაროჩე, წვიმდა. ცუდი ამინდი იყო. იმ დღეს სახლიდან გამოვედი თუ არა ეგრევე ფუნაში ჩავდგი ფეხი. მოიცა ფუნაში? ეგ ფუნა სად იყო? ხერო დგას შენი სახლის წინ? კი, ის დაბალი ხეროა? კი, და რა იყო? შენ ხომ არ მოგიჯობს მან? არა, არაფერი კაცო. ძროხის ფუნა იქნებოდა. ისე მან ძმაო ტუალეტები არ არის. არ შეიძლება ეგრე. იქნება კაც უჭირს. ხო და მოკლე წვიმდა რა. რაღაც სევდიანი ამინდი იყო. ბიჭო, რა წვიმდა და სევდიანი მელოდიები. მოკლედ მოყევი. აი გახსოვს ასულაში რომ მოდიოდით? გზაში ჩემლექს რო გიყვებოდი და შენ მითხარი, გია ჩაიჯვიო? და შენც რა თქმა უნდა ჩაისვარე. მე ისკენი? რაც მთხოვე? ჩემი სურვილი ჩავიჯვი? არა, რა შუაშია ეგ? არა, ჩემი სურვილი ჩავიჯვი მეთქი? გეკითხები ბოზდავეცი. რაზე გაიოზი გააგიჟეს იმენას აწარა. ბრაზდები, ბიჭო. ტიპს ერთხელ თხოვე, ჩემი მეჯვარე იყავი თქო. ქორწინების სახში ვარ. ტიპ იმენა ენას სარაჩერებს შუა ცერემონიის დროს. ჩუმად ვეუბნები, მეთქი გია ჩაიჯვი რა. და ტიპმა იმენა ჩემი ცოლის მეჯვარეს არ მიაჯვა. ახლა მაგი, რავი, რავი, პიზდეცია, ძმა, რა ვთქვა, კიდე კაი ცოლზე არ მიგიჯვა პირდაპირ და კიდე არა უშვებს, ძმა. მაინც დაშორდა იმ გოგოს, მაო. ამას ისეთები აქვს ჩატარებული? უყურე შენ, შესვენების დრო მოსულ. წამო დარბაზში ევიდე, თორე რაღაც ძალიან მომიფოფლო და კუნთები. ვაქრა ხდებოდი. ხო, ნახე რა სუფრა გაუშლიათ. კარგად ამოსკიდი რა. სასმელიც კაია, ქალბატონო დაგისხავთ თქვენ ძდალიათ. არა გმადლობთ, ერთხელ ვცადე და არ მომეწონა. რავი აბა, მოწევთ? არა, ერთხელ ვცადე და არ მომეწონა. ადამიანს ასე არაფერი არ მოწონდეს არ გამიგია მე? არა, რატო? ჩემი შვილიც ეგრეა. დედის ერთა ხო ალბათ. ბატონებო, მიეგებეთ იმპერატორს და მის თარჯიმანს. შენ ვერ გადაგვითარგმნიდი? მაინც უფრო პროფესიონალური სახე ჯობიაო და რა ვიცი მე. こんにちは。私はインペラトルです。
ისაო, რა ქვია, გამარჯობაო, მე ოპერატორი, იმპერატორი ვარო. ეს იმას ეჩვენებენ რომელიღაც სპორტსმენი როა და რო იმაშება უთარგმნიან ისაო რა ქვია 君はロボットの侵略について前から知っていたのか ისაო, თავიდანვე დაპლანული გქონდა თო რომ იცოდითო რობოტების შემოსევა რო იყო პლანეტაზეო? ვიცოდით კაცო, აბა არ ვიცოდით, იმ გოგოს ტყუილად კი არ დავეცით ჩვენ თავზე. ყველაფერი ჯიჯალ ზაბუთ კირტუ პაჩუნის ბრალია რომ იცოდეთ. ისა შიტეიაიო, სორია შიტესა ხოდა ანუანა ნი ცუკონდანო ვამუდა ჯიზარ პუტურ კირტუ პუჩუნ ნოსეი დაკარანა. საიდან მოიფიქრა ეს სიტყვები გახვეწები მითხარით. なんだと ვერაფერი ვერ გავიგეო. მე რას მომჩერები ხარ უკეთესად გადაუთარგმნე, რა ეს ბლუყუნებმა? ისა, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. რა ვერ გაიგე, კაცო, შიტეიაიო, სორია შიტეტა სამეთქი. ミスターエメールあなたたちは私たちの建物を壊しましただからその責任を取ってロボットの調査に対抗する私たちの捜査を指揮してもらいます ისაო, მოკლედო, ბევრი შენობაო და ამტრიეთო და ამიტომ დანაშაული რო გამოისყიდოთაო, რობოტების წინააღმდეგ გამოძიებას უნდა უხელმძღვანელოთაო რა. კი ბატონო, რა პრობლემა? 1 2 და 3 ამხოცავენ ბიჭო გადავრჩით. მაგრამ ნეტა რა რობოტებზეა საერთოდ ლაპარაკი ვინმემ რამე იცით? ამის რო იყო ახლა, გიკითხები, ის სახლი უნდა დაინგრეს და საერთოდ რეალური მამაჩემი სადა? მამაშენი არ ვიცი, ალბათ სხვებთან ერთად მიწის ქვეშ. პოლიკეს რობოტი, ვინც მამაშენი ჩაანაცვლა, მთავარია და ძალიან საშიში. ვა, და შენ ჩემი ჯიგარი მეგობარი რატო გაიჭითევითო? ყველაფერს რო აქ მეუბნება და მეხმარება, რაღაცას დიშლაობ შენ. არ ვეთანხმები მია მეთოდების გამოყენებას, რითაც ჩემები ოპა, ვინ მოქმედებენ. გაიჭითა რა კაცი გაიჭითა? ვირიშვილებო რევას, მან რა გინდათო? ოჯახს გვეკ უნდა დაიბრიდე. მამაჩემა კუბოს კი შეუკვეთა. ეგ მამაშენი არა დროზე შემოდით ეს საიმშია ეს კაცი უყურე შენ კაროჩე ერთი კვირის წინ შევატყვე რომ მამაშენს რაღაც რიგზე ვერ ქონდა რაზე შეატყვე? თითქოს ყველები გამოებაო ყველაფერზე მეთესლებოდა ხო და მან დუიეჭვე რა იმის მერე ვენტილაციაში ვარ გექნა მერე რამე ერთი კვირა აქ რას აკეთებდი? პირველ დღეს რესურსები მოვიმარაგე და ვენტილაციაში შევწვენი იმ საღამოს იქ იყო და არაფერი გამოვიდოდა რესურსები სასმელებია მარტო რესურსები გამოვიყენე რომ ენერგია მომექნება აი ლოცავა უკვე წასული იყო მაგრამ რესურსებმა უკუჯვენებები გამოიწვია და სხვა რესურსებით უნდა მემკურნალა რომ თავი უკეთ მეგრძნო პახმილაზე გამოვიდა გადაჭარბება მოხდა და მესამე დღეს წნევა მქონდა კაი გასაგებია კაცო რამდენი ხანია აქ ხარ? რა ვიცი საათის წამოღება დამავიწყდა მაგრამ იმდენი ვიჩალიჭე რომ გასასვლელები დავამოღამე წამოდი გარეთ გაგიყვანთ ნესაინგი ჩვენ ამ ადგილას დავიცით ხომალდით ხო დავიწყოთ აბა გამოძიება 1 2 და 3 მოდი თქვენ წადეთ ახლა და ადგილობრივები გამოკითხეთ ძალიან მაინტერესებს თქვენ როგორ ხართ ქალბატონო ხომ ყველაფერი რიგზეა კი ისე მოდუნდით და ჩვეულებრივი ხმით დაილაპარაკეთ რა კარგი გისმენ ბატონო თქვენი სახელი ქალბატონ კელაპტრიშვილი ქალბატონი ქვიათ სახელად აი ვაფშე რა ქალბატონი ბრძანდებით გიჟდები რა მომისმინე ბიჭო SDI-ის აგენტი ვარ ჯონდო 707 ჯერ ხო გეგმები ამირიეთ მერე ხო პირდაპირ იაპონელების ხახაში ჩაგვაგდე და იმენა მთელი გზა რაებს ბაზრობ ბიჭო აი იმენა არ გიტყდება მე რა ვიცი ძმაო შენ თვითონ მითხარი ქმარს გაშორებული ვარო იმენა ტიპი დგას რა ბავშვია ქალს კერავს მეც მაგას ვიძახი ვაფშე რასასტავი ხარ თქვენ 1 2 და 3 ემაილი ვარ კაკაჯია თან იმენა ლინჩნად მეშინოდათო ეს პლანეტები მართლა გადააოხრეთ რასაც ყვებოდით სიმართლეა ის 4-იანი მართლა ტრაქში შეიტენე რა გადავაოხრეთ ყველაფერი შემთხვევით მოხდა თუ ისმენდი წესიერად მოგესმინა აქედან უნდა დავითესოთ თან დროზე ჯომად მოდიან იცოდე ჭყვიანად იყავით ბიჭო შენ ბიჭო მომისმინე ხოდა ქალბატონო ეგ ერთი ტიპი იყო ვინც მე მებლატავებოდა და პლანეტაზე კაცი არ დარჩენილა ცოცხალი ისეთი ადამიანი ვარ მე
ოპა. რა ჭირს მან ნესტიანი ხო არა? გონი უფრო კუნთებში გაგშენ ლეფტი. ვაიმე ბატონო გია, რო გხედავთ აი სულ დადებითი ემოციებით ვისები. თქვენს პოეზიაზე ვანძრევ, რა კარგი ლექსი წაიკითხეთ წინაზე. პირდაპირ საოცრება იყო. მე პოეზია ვთანგავ. სიტყვებს ვაკონესებ, ხელი დამიდე გადავწევ, მაშა გირებს არა ვწევ. სოიდან აგონდება ამ ადამიანს ესეთი გენიალური ფრაზები? სულ არ გეტყვებათ, რომ ცალყოლაშვილი ხართ. არა ძმა, ეგ გვარია ეგეთი, ისე ორივე მაქვს. ორივე რა? ყვერი? ძალიან კარგი. ისე მეც წერ ლექსებს და თქვენის ნებართით წაგითხრათ ერთ პატარა ამონალიც. პოეზიის ღამის მერე არ მასვენებს ფიქრი ღია. ხედავ როგორ ამაღლდება დიდებული ჩვენი გია, როცა გია ლექსებს ყვება ჟუანტელი მიulis ტანში, ოღონდ ამა ლექსი მოყვეს თუნდაც სარი მხარეთ ტრაქში. და აჰა, ეს სარი და მხარეთ ტრაქში ვისაც გინდა. ჩუმად ბიჭო, რაღაცა ხდება. ოპა. მომსახურე პერსონალის საყურადღებოთა. ვიწყებთ მზადებასა პროექტი ლეგიონისთვისა. პროექტი ლეგიონი რა არის? უეჭველი გეების აღზევებას იწყებენ, ძმა, წყალი არ გაუვა მაგას. მე უფრო ლაგატკით მოკლული შიტების, გაუბედურებული დედები ხომ არ გვიტევენ მეთქი ამას ვფიქრობ. რაულ, რა პროექტი ლეგიონი? რა იწყება არა გვიხსნი? შენი რაული ვარ მე? აბა რა დაგიძახო? ბატონი რაული დამიძახე ჩემი ნენენზე. აბოვის დაგიდება, მაგრამ ევაცება. ნუ რაული, თქვენ დედა შ***ით. ეხლა ლაგატკის წელვა ვიღას უყვის. აგერ ასეთი გენიალური პოეტი უნდა გყავდეს გამოწვეული აქ? ზედმეტ კითხვებს ნუ სვავთ ბიჭო. კაი რა, თქვენ რაში გაწყობთ ამათი გაბლატავება? ბოლოს რო ყველას მოგვინელებენ, რა გონიათ? თქვენ არ მოგადგებიან? ვინ უნდა მოგვადგეს ჩემი ნენენზე? მეფეები ვიქნებით, პრივილეგიები გვექნება ძმაო, ლუდი, სემიჩკა. კროკოდილი ჩემი ნენენზე. კაით რა ბიჭო, ტეხავს ადამიანები მაინც არ იყოთ. ეგრეა ძმაო. ვინც მეც განაგვიხდის, იმას შეუძრებით. რა გიკვირთო, დილას ბულბულით ვიწყებ, შუა დღისას 4 ლარიანი კონიაკით ვაგრძინებ ჩემი ნინიეცი, საღამოს ბიო, მე ჩემი თავი არ მადარდებს ძმა და ქვეყანა და პლანეტა სულ სირზე არ მგინია ჩემი ნინიე. ბატონებო, დროა გავერთიანდეთ. აქ ყოფნი და ლოდინით არაფერი გამოვა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არსებები რობოტები არიან. და ჩვენი პლანეტის დასაკუთრება აქვს გადაწყვეტილი. აქ თუ დავრჩით სამუდამოდ, ხეებს ვიღამია ჯონს მერე. მე ვიცი, რომ ამას არ დაუშვებთ. ჩემთან ხართ? მისდეთ ობის დასაწზე მევაცება. ამას არ დაუშვებთ. ჩემთან ხართ? მისდეთ შევედი, ვინც არ არის ძმაო, გავაძრო ნაჯახი. გია, რა გაყვირებს ბიჭო? ჩაიჯვი. აუ, ეგი ვინა, ბიჭო. გია, კაი რა ბიჭო, რა კაი. ძმა გეთქვა ძმა, გეთქვა და არ ჩავიჯოთ. ვაიმე, ჩაჯმას რა პოეტური აქ ამ კაცს. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. აი ბიჭო დამშვიდდი, იქნებ სად დედის ყნაში ეჩქარება. ბიჭო, ეგ კი არა, რას ვაპირებთ? ვაფშე ვინ არიან ის ორი ტიპი? ასე არა ვარ ბიჭო, ვიღაც SDI-ის აგენტი ვარო. SDI? ეგრე ორგანიზაციაა. სროგ გამოვლილ დილეტანტთა ალიანსი, რა ვიცი მე. ისმინე, მაგათ რა უნდა ჩვენს უფეხებზე უნდა დავიკიდოთ. გაქცევა და დათესვა თუნდაც დაითესონ. ჩვენ ჯობია ამ ხალხს დავეხმაროთ. ვალდებულები ვართ იმის მერე რაც აქაურობას დავმართეთ. ბიჭო, ეგ მეც ვიცი, რომ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ამ რობოტებზე პირველად გავიგე კაცო. ამდენი ხანია აქ დავყიალობთ და ვერ ვიგებ რიც დავეხმარო, რა გამოძიება ჩავატარო, ვერ გავიგე. ერთი წუთი. პრობლემა გვაქვს. დევიშვილს ბულდოზერი და უქირავებია სახლის გასანადგურებლად. შეაჩერეი მერე. 5 წუთი გადარჩა ბატარეის ბოლომდე ავსებამდე. პროექტი ლეგიონი უნდა ამოქმედდესა. მივდივართო ბიჭო, მივდივართო, მაცადე. კასპერი რობოტი. შეჩერდი, სახლი არ დაშალოთ. სახლი არ დავშალო, მე ძმაო დამიქირავეს. მე რა ვიცი. ხოდა ჩემშვილს უმაიმუნია რაღაც, მე პატრონე მე ვარ. გამორთე ძრავა. მე კი გამორთავ ძრავას, ძმაო, მარა ბენზინი რაც ჩავასხი აქამდე მოსასვლელად. საწვავს დედა აქვს მოწყული, ძმაო. საწვავს დედა აქვს მოწყული, ძმაო. წვეთი აღარაა ბაქში, ძმაო. ამის ხალას ტოითი და გორება კიდე არ შეიძლება. აუ, აგინას ღაურე ბენზინის ფულს, ხო?
კოკე დროზე ძრავა და ეს სახლი მიწასთან გაასწორე. პოლიკარპე, სარდაფიდან როგორ გამოაღწიეთ? დიალოგების დრო არაა, პოლიკ. ეს სახლი უნდა განადგურდეს. როსტომა, სამჯერ მეც გადაგიხდი. დროზე დაკოკე ეგ ბულდოზერი და დაშალე სახლი. სამჯერ მეც? მე ამის მეტი რა დამიშლია და ჩამომიქცევია ძმაო. ერთხელ ძველი სახლი უნდა დამეშალა ისე. რომ მივედი შენობა ამერია და გლიჯე ქორწინების სახლს. პატარძალი შემთხვევით ბულდოზერზე წამოეგო მერე სიძიატრაკებ და პატარცაზე დააქვს მოწყული. პატარცაზე დააქვს მოწყული არქაშულ გოგოს მე ვერ მოვიყვანო ცოლად. შეხვარ ძმარავს ბიჭო. აქ შენი ტრაგიკული ბექსტორის მოსაყოლად კი არ დაგიძახე. დროზე დაკოკე. კიდევ ერთხელ გეუბნებით ბატონო. სახლის მესაკუთრე მე ვარ. თუ ამ შენობას რამე დაუშავდება გიჩივლებთ და სამჯერ მეტის გადახდათ ციხეს ვერ აგარიდებთ. ბლა 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 ბლა. ნუ უსმენ ამას რობოტია. მაგის ემოციური ლეველი Windows 98-ზე მაღლა არ დგას. ჰეი, სად დაიკარგე? დღეს ქალაქი არ უნდა გუთვალიერებინა? თავიდან მომწყდი ჯოჯოხეთის მოციქულო. რა? შენ გონია არ ვიცი რომ სამეგრელოდან გამოგზავნილი აგენტი ხარ? შენ ფლომესტერებს ხო არ იყნოსავ? რაებს მელაპარაკები? პოლიკ, ამის დრო არაა ახლა. დროი ზოგადად არაფრისი აღარ დარჩა. რაო, ეგ რას ნიშნავს? დიდი ხანია რობოტებმა მთელ სოფლიოში ბაზები განალაგეს, რომელსაც ენერგიით მუხტავენ. ვერაფერი გავიგე. ვერ გაიგეი? მე აგიხსნი მაშინა. პროექტი ლეგიონი იწყება. მა 1 2 და 3 რაღაცა ხდება. What the fuck? ბიჭო, რა ხდება? არ მოჩერა. ეს რა ჩემი ჯულბაჭაბა ბიჭო. აუ, გადაო ბიჭო. და დედამიწის გარშემო ყველგან აქვთ ეგეთი რობოტები, ხო? ვა, დავინტრიგდი ბრატ, საღოლ კარგა განვითარდა მოვლენები, საღოლ შემოქმედი, საღოლ ძმაო იდეები მომწონს, ნაის გენაცვალე, წარმატებები მინდა გისურვო. მოკლედ, გონი ამ სეზონში ერთი სერია გადაგვჭა და სარეაქტებელი, ამ ვიდეოს დადების მერე ისე ძალიან მაინტერესებს, რომ მალე მივცხებ ეგრევე მე-9 სერიასაც, თუ მე-8 სერია, ხო არ ვიცი, არ მახსოვს. თუ მოგეწონათ რეაქტ, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ყველა ის ვიდეო და სერია ძველი სეზონები, რაც კი მოხდა რეაქტებული არის აღწერაში, ყველა ლინკი. შეგიძლიათ ჩაუჯდეთ, მე კი დიდი სიყვარულით დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. სასტავი.